ეს ტური მოიცავს რამდენიმე პერიოდს, ეს არის მეფის რუსეთის პერიოდი, ძირითადად რაც ეხება, ანუ როდესაც განვითარდა ეს რუსთაველის პროსპექტი, მანამდე გოლოვინის პროსპექტი და შემდეგ მოიცავს მცირე რაოდენობით ისტორიებს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკიდან და ზოგადად ეს ქუჩა რას გვიყვება? რას გვიყვება, რა ისტორიული კულტურული წანამძღვრები ქონდა ზოგადად აი ამ ქუჩის მაგალითზე ქართული კულტურის ჩამოყალიბებას აი ამ პერიოდში, რაც მერე ძალადობრივად შეწყდა უკვე 21 წლის ოკუპაციის დროს. მე თავიდან ამ ტურს ვიწყებდი თავისუფლების მოედნიდან, რომელსაც მანამდე ერქვა ერევანსკის მოედანი და ზეპირავთ ყვებოდი ვთქვათ ქარვასლები და ეს ძველი თბილისი რა იყო მანამდე სანამ ეს ერევნის მოედანი ასე ვთქვათ აშენდებოდა და იმ სახით რა სახითაც შემდეგ ძირითადად მაინც იმ სახით შემორჩა თუ არ ჩავთვლით იმ დანგრეულ შენობებს რომ ომის დროს როდესაც მერე რესტავრაცია ჩაუტარდა და მაგრამ მე გადავწყვიტე რომ მეიდნიდან დავიწყო იმიტომ რომ აი ეს რეტროსპექტივა როგორ იცვლება და ვთქვათ აზიური ტიპის სავაჭრო ქალაქი, სადაც ხელოსნობა, განვითარებული ვაჭრობა, განვითარებული აქლემები დადიან და აი ამ ქარვასლებში რაღაც სასტუმროს ტიპის ოთახები არის მოწყობილი, მერე როგორ გადმოდის და როგორ ხდება ევროპეიზაცია და ძალიან უცნაურია რომ ეს იწყება ვორონცოვის პერიოდიდან, ანუ რუსეთი მთავარვარდებელი და შემდეგ უკვე მეფისნაცვალი მიხეილ ვორონცოვი სხვა ტიპის რუსიფიკაციას ატარებს განსხვავებით თავის წინამორბედებისაგან და შემდგომი მეფისნაცვლებისაგან და მთავარმართებლებისგან, იმიტომ რომ იგი იყო აღზრდილი ინგლისში და აი რაღაც ინგლისური ტიპის კოლონიზაციას რომ განავითარო ეს ქვეყანა და რა თქმა უნდა მისი მიზანი იყო რუსულ სივრცეში შეყვანა ვთქვათ საქართველოსი, მაგრამ გამოუვიდა ევროპეიზაცია და აი ამის ძალიან ნათელი მაგალითია, თუნდაც შენობები, თუნდაც ის ისტორიები, რაც ამ შენობებს უკავშირდება. პირველი ის იწყებს ოპერის დაარსებით, თავისუფლების დღევანდელი თავისუფლების მოედანზე და ზოგადად მე ვფიქრობ, რომ რატო დაიწყო, რატო ქონდა ეს ოპერა იდეის ეს ოპერის იდეა საერთოდ, ხო? იმიტომ რომ რაღაც პოტენციალს გრძნობდა, რომ ეს ხალხს დაინტერესებდა რა. მანამდე რაღაც კონცერტები იმართებოდა, რაღაც უფრო ფოლკლორი და რაღაც ისეთი კოლორიტი იყო ამ თბილისში, მაგრამ აი ეტყობა აი მიდრეკილებას, რაღაც სიმღერისადმი, მუდმივად რაღაც იმპროვიზაციებისადმი მიაქცია ყურადღება და გადაწყვეტ პირველი იწყება ერევანსკის მოედანი მანამდე იყო გარეთ უბანს ეძახდნენ. ანუ თბილისი მთავრდებოდა დღევანდელი კოტე აფხაზის ქუჩის ბოლოში და პირველად როდესაც სთხოვა ბაზაზებს, ანუ ფართლეულით მონაჭრებს, ქსოვილებით მოვაჭრებს, რომ თუ შეიძლება ქარვასლა აშენო და შიგოპერა გავხსნათო, მაგ დასაკარგავში რა გვინდაო, რაღაც ტალახით იყო სავსე, იმიტომ რომ სოლოლაკიდან ჩამოდიოდა და მოკლედ ძალიან საინტერესო ისტორიებია, როგორ განვითარდა მერე სასტუმროების კულტურა, კაფეების კულტურა, კაბარეები როგორ იყო, ინტიმური საღამოები როგორ ეწყობოდა. აი ძალიან საინტერესოა ასევე რეკლამები, მაგალითად როგორ რას არეკლამებდნენ, ვთქვათ, იმის სახის კრემებს, რაღაც თვისცვენის საშუალებებს. მე
საინტერესო რომ ჯერ ძველ თბილისშიც რომელიც 15,000 იყო საერთოდ მოსახლეობა თბილისის და ერთ საუკუნეში გახდა 156,000, ანუ 10 ჯერ გაიზარდა. ძველ თბილისში რომელიც 15,000 იყო მოსახლეობა, 37 მარტო აბანო იყო. ანუ ეს ხო რაღაცას მიანიშნებს არა როგორი კულტურული ის იყო წანამძღვრები ქონდა აი ამ ჩვენს ეროვნული იდენტობის რაღაც აი კულტურულ საფუძვლებზე მინდა რომ გავიდე. მე ის არის რომ როდესაც ჩვენ დავდივართ ამ რუსთაველზე საერთოდ არაფერს არ გვიყვება ეს შენობები. თითქოს ესე აწდამარადის ასე იყო. მე რაღაც დავიწყე მე მოძიება ძველი სახე როგორი იყო, ვთქვათ, რომელი შენობის აი ძველი სახე რომელი იყო და ვთქვათ თუ ის შენობა დანგრეულია და ახალი შენობა მანამდე რა შენობა მაგალითად რუსთაველის თეატრის ადგილას რა იყო და ესე ვაჩვენებ ამ ფოტოებს და რაღაცნაირად მინდა რომ გაიაზრონ რა კულტურული ფონი დახვდა საბჭოთა ოკუპაციას და ის რაც ვერ მოახერხა ამხელა რუსეთის იმპერიამ რომ ფაქტიურად გარუსებულიყო ეს ქართველი ერი მოახერხა შემდეგ საბჭოთა იმპერიამ და მთლიანად ჩაკლა აი ის ცხოვრება, ის კულტურული ცხოვრება, რაც მანამდე იყო. იმიტომ რომ ჩვენ საერთოდ სოვლაბი უფრო ესეთ ტურებს ვატარებთ საბჭოთა ოკუპაციის ტური, ვთქვათ, ნამდვილი სტალინის ტური, პირველი რესპუბლიკის ტური, რომელიც უფრო პოლიტიკურ პროცესებს შეეხება და მე რაღაცა მინდოდა რომ აი კულტურის მხრივ გაგვიაზრებინა ეს ჩვენი წარსული, იმიტომ რომ კულტურულ ფესვებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რამდენად დიდი არის ინტერესი ამ ტურების მიმართ? აი ფეხით სეირნობა, საფეხმავლო ტურები ხო რაღაც ქალაქის ახლებურად გაცნობის ძალიან განსხვავებულ შესაძლებლობას აჩენს. როგორ ფიქრობთ, რამდენად კარგად ვიცნობთ ჩვენს ქალაქს და აი ამ დაუშვათ ამ ტურით დაინტერესებულების რაოდენობის მიხედვით თუ შეგიძლიათ იმ შეჭოთ, რამდენად დიდი არის ინტერესი მისი უკეთ გაცნობის? ინტერესი ნამდვილად დიდია, როცა ვაცხადებთ ამ ტურებს ყოველ არასდროს არ ყოფილა რომ არ შევსებული იყოს. ჩვენ ახლა ძალიან დიდი რაოდენობის დაფარვა არ შეგვიძლია, იმიტომ რომ კურსასმენებით დავდივართ და სულ 18 კურსასმენი გვაქვს, იმიტომ რომ ხმაურია ან ყველა ხო ვერ შემოგეხვევა გარს და თან არ ჩერდებით ან სიარულის დროსაც ვლაპარაკობთ და ამიტომ რაღაცნაირად, მაგრამ ძალიან დიდი ინტერესია, უკითხებს ვამენ, ფოტოებს უღებენ ამას და აი სულ სხვანაირად დავინახეთ ეს ქალაქი, იმიტომ რომ ჩვენ ხო ეს ისტორიული მეხსიერების ადგილები საერთოდ წაშლილია ჩვენი ცნობიერებიდან, რომ აი რაღაცას გიყვება. მაგალითად, დღევანდელი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე, აი რამდენმა იცის, რომ ეს იყო პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების და მთავრობის სასახლე, სადაც მიიღეს დამოუკიდებლობის აქტი. ახლა 26 მაისს უნდა ვიზეიმოთ ეს ჩვენი დამოუკიდებლობის დღე და ეს ამბავი ზოგადად წაშლილია მეხსიერებიდან და დარწმუნებული ვარ, რომ უმეტესობას საკითხულიც არ აქვს ის დამოუკიდებლობის დეკლარაცია, რასაც ვთქვათ ჩვენ ვზეიმობთ, ხო? და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რა არის ზოგადად ძეგლი, შენობა, გარემო, ხო? იდენტობის ჩამოყალიბების თვალსაზრისით რომ შენ ამას უყურებ რაღაცა უნდა გახსენებდეს რაღაცას და ჩვენ არაფერს არ გვახსენებს, იმიტომ რომ არ ვიცით მათი ისტორია. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეხლა მარტო რუსთაველის პროსპექტის დაფარვით ეს ცხადია ვერ ამოივსება ეს თეთრი ლაქა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ჩვენ გაგვახსენდეს, რომ აი აქ მაგალითად დღეს სადაც თქვათ კონკრეტულად აი ეს შენობა არის, მაგალითად მუზეუმი დიდი ეს ჩიტის მანამდე
იყო თქვათ სასტუმრო ორიანტი და როგორი იყო ეს სასტუმრო. აი ძალიან საინტერესოა აი ამ თვალსაზრისითაც. მე როგორც ცდილობდა რუსეთი ჩვენ გარუსებას, მაგალითად პირველი გიმნაზია დღეს სადაც არის, იქ იყო კეთილშობილთა სასწავლებლის ბაზაზე დაარსებული გიმნაზია, კეთილშობილთა სასწავლებელი სხვაგან იყო და მე ეს გიმნაზია. მაგრამ როგორ უნდათ რომ ეს სასწავლებელი გარდაექმნათ თქვათ სამხედრო სასწავლებლად და როგორ ვერაფრით ვერ მოახერხეს და მაინც გიმნაზია მოხდა რომ დაარსდა. ეს ქაშვეთის ეკლესია ახალია, მე-20 საუკუნის დასაწყისის, მანამდე რაც იყო ქაშვეთის ეკლესია ის რომ დაინგრა ეგზარხოს უნდა ხახვისთავიანი ეკლესიის აშენება და აი როგორ ვერ ხდებოდა რუსულის ჩაჭედვა. და ნუ პრინციპში ამ დროს თვითონ იმპერიაც ევროპის გავლენას განიცდიდა და თუ ვინმე იყო ეს ზალცმანი და შრედერი და სკუდიერი და სულ ევროპელი არქიტექტორები იყვნენ, ვინც აშენებდნენ და აი ამ ხრივად ძალიან საინტერესოა ეს და როგორ შემოდიოდა ეს კულტურა, ეს ცივილიზაცია ჩვენში, როგორ შენდებოდა ეს რუსთავის თან ესე ის არის პერიოდებიც ესე ემთხვევა რომ თავიდან ეს ბიზნესის სასახლე და მე რა შენდება და როგორ იზრდება და ამანაც გამოიწვია რომ თბილისში არა სავაჭრო ცენტრი, არამედ კულტურული ცენტრი რო გახდა, ამიტომ მიიზიდა მე, იმიტომ გაიზარდა მე ეს მოსახლეობაც აქ.